გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ დიდ ქართველ მეცნიერთან და საზოგადო მოღვაწეთან, ხელოვნებათმცოდნეობის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებელთან, აკადემიკოს ბატონ შალვა ამირანაშვილთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს. ამ გადაცემაში ნახავთ და მოისმენთ ბატონი შალვას უფროსი შვილის, ბატონი გულბად ამირანაშვილის წიგნის ტელეწარდგენას. ბატონი გულბადი 88 წლისაა და თბილისში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მე გახლავართ გვარად გულბად ამირანაშვილი. ვარ აღმოსავლეთმცოდნე. მამა ჩემი ხელოვნებათმცოდნე შალვა ამირანაშვილი იყო. დედა ჩემი მოქანდაკე ნინო წერეთელი. მე ვიზრდებოდი მამის ოჯახში, რადგანაც დედა ადრე დავკარგეთ. ბატონ გულბადს ვთხოვე, ძვირფასი მამა ბატონი შალვა ამირანაშვილი მოკლედ დაეხასიათებინა საგანგებოდ ობიექტივის მაყურებლისა და მსმენელისთვის. შალვა ამირანაშვილი იყო მისი თანადროული საზოგადოების ძალიან ცნობილი პიროვნება. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში სამუზეუმო საქმის წამოწყება, წინწაწევა და ის, რაც გააკეთა ადრე მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ, მისი საქმე გააგრძელა შალვა ამირანაშვილმა. შალვა ამირანაშვილი იმით იყო ძლიერი თავის ხელოვნების დარგში, რომ მას ისეთი კარგი მოწაფეები ყავდა, ისეთი კარგი ბოდიში, ისეთი კარგი მასწავლებლები ყავდა, როგორიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი. ამ სამმა კაცმა დაუდო შალვა ამირანაშვილის მეცნიერულ გზას საფუძველი და შემდეგ თვითონ ბატონმა შალვამ გააგრძელა თავისი საქმე. მის ესე იგი გვაწელს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ორი საქმე, რომელიც მე ახლა თქვენს წინაშე მინდა ვთქვა. ეს არის 1923 წელს რუსეთიდან დაბრუნებული ქართული განძეულობა და 1945 წელს საფრანგეთიდან ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად დაბრუნებული ქართული განძეულობა. ამ განძეულობათა ერთობლიობის საფუძველზე შეიქმნა ხელოვნების მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1952 წელს. ახლა მოვისმინოთ, როგორ დაწერა ბატონმა გულბად ამირანაშვილმა ეს წიგნა დაკინძული სიცოცხლე. სულ თხოვდი მამას, რომ იქნებ დაწეროს, გააკეთოს თავისი თავგადასავლი, მაგრამ მამა ყოველთვის უარზე იყო, რადგანაც კვახეთ პასუხობდა, ჯერ მაგის დრო არ მოსულა, ჯერ მაგის დრო არ არის. მაგრამ ბედმა სხვადაირად გადაწყვიტა, ისე რომ შალვა ამირანაშვილი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ თავის შესახებ მისი ბიოგრაფია თვითონვე არ დაწერა. აი ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ყოველთვის და მე ვცდილობდი, რომ მამის სიცოცხლეში რაც მამის შესახებ
ქონდა გაგონილი და დამახსოვრებული ის ყველაფერი აღმენოსხა წიგნად. ცალკე სტატიების შექმნა დავიწყე, სხვადასხვა ცხოვრებისეული სიუჟეტები ჩავწე მამაჩემის და არ ვიცოდი თუ როგორ უნდა ამეკინძა, როგორ უნდა დამეწერა ეს წიგნი. Კონდა ბედნიერება შეხვედროდი წერალსა და საზოგადო მოღვაწეს ვახტანგ ჯავახაძეს, რომელმაც მიკარნახა თუ როგორ უნდა ამეკინძა წიგნი და მისი საშუალებით, ესე იგი, მე დავიწყე ამ წიგნის წერა. 2 წელიწადი მოვანდოვე, წერდი მუშაობდი მხოლოდ ღამის საათებში, 12-დან დილის 5 საათამდე, როცა ხელს არავინ არ მიშლიდა. ეს წიგნა დაკინძული სიცოცხლე, ასე ქვია. წიგნს არის 363 გვერდიანი. სულ 3-ჯერ გამოიცა. მისი წაკითხვა შეგიძლიათ ბიბლიოთეკებში, რადგან არ იყიდება. წიგნი ავტორმა საკუთარი ხარჯით 2-ჯერ გამოსცა და ახლობლებსა და ნათესავებს საჩუქრად დაურიგა. მესამედ მცირე ტირაჟით დაიბეჭდა ქალბატონ თია წულუკიანის კულტურის მინისტრობისას და იმ ადამიანებს გადაეცათ საჩუქრად, ვინც ხელოვნების მუზეუმში დაესწრო ბატონი შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 125 წლის დავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ახლა ისევ ბატონ გულბატ ამირანაშვილს მოусმინოთ. მამის მამა იყო მათემატიკოსი იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი. იგი მათემატიკას ასწავლიდა ფოთის გიმნაზიაში. დედა იყო ასინეთ სოლომონის ასული ჩხენკელი ხონიდან. იგი მას დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სასწავლებლის პირველი 4 კლასი, ხოლო შემდეგ უკვე თავისი ცხოვრება მოანდომა შვილების გაზრდას დაუჯახების შემდეგ. მამაჩემს იყო უფროსი შვილი. მამაჩემს ყავდა 8 და ძმა. თვითონ იყო უფროსი. შალვას უმცროსი ძმა იყო გივი ამირანაშვილი, რომელიც 1941 წელს წავიდა ფრონტზე და ჩვენ მოგვიხდა მისი გაცილება. 1941 წელს წლის არის ოქტომბერი იყო, როდესაც ისინი გამოვიდნენ ვაზიანიდან. ვაზიანის ბანაკში იყო დაბანაკებული მაგათი პოლკი, ესე იგი ქართველთა ბატალიონი, რომლებიც პირდაპირ მიდიოდნენ ფრონტზე. ჩვენ გავედით სადგურზე, მე, ბებია და შალვა, გავედით სადგურზე, რომ გითხრათ, რომ სადგურზე ეს მატარებელი გაჩერდება და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ გამოემშვიდობოთ თქვენს წასულ ხალხს. მაგრამ მატარებელი მოუახლოვდა სადგურს, შეანელა სვლა, დაიწყო ხალხმა ყვირილი, ქუდების სროლა დაიწყეს ჯარისკაცებმა და მატარებელმა არ გააჩერა, პირდაპირ მოუმატა სიჩქარეს და გასილდა სადგურს. შემდეგ მივიღეთ ჩვენ ფრონტიდან ბოლო წერილი, წერდა გივი ამირანაშვილი იმის შესახებ, რომ ხვალ, ესე იგი დაახლოებით დეკემბრის 25 ან 27 იქნებოდა, მივდივართ პირველ ბრძოლაში ჩავევლმები და იმის შემდეგ უკვე გივისაგან არავითარი შეტყობინება არ მიგვიღია. მარტის თვეში 1942 წლის მარტის თვეში მოვიდა ეგრეთ წოდებული პახარონკა. ამ პახარონკის წაკითხვის დროს ძალიან მტკიდეული ამბავი მოხდა, რომ გივის მამა, ესე იგი ბაბუაჩემი იასონი, როდესაც გაიგო შვილის დაგოფვა, სისხლი ჩაექცა ტვინში
და ამ მიზეზით გადაიცვალა. ნახოთ და მოვისმინოთ რას ყვება ბატონი გულბადი ზარბაზნების მომსახურე შალვა ამირანაშვილზე და გავიგოთ ის თუ როგორ აღწერა მან საქართველოსთან გასატანი განზეულობა. 1920 წლის ბოლოს ივანე ჟავახიშვილის მოწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა ჩაეწერა კოჯრის ბატალიონში. ამ სტუდენტებს შორის იყო შალვა ამირანაშვილიც. შალვა ამირანაშვილს შეხვდა ზარბაზნის მომსახურეობა, ესე ვთქვათ. და მისი საქმე იყო ნაღმების მიწოდება მსროლელსათვის. სახელმწიფოს ხელისუფლება ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ საქართველოს ხაზინა და სამუზეუმო და საეკლესიო ქონება გაეტანათ საზღვარგარეთ. ამისათვის ნოე ჟორდანიას მიერ მოწვეული იქნება ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოს სამუზეუმო და საეკლესიო ნივთების გატანას საქართველოსთან საფრანგეთში. ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით ბატონმა ნოე ჟორდანიამ გაანთავისუფლა სამხედრო ვალდებულებისაგან შალვა ამირანაშვილი, იმიტომ რომ იგი დახმარებოდა ექვთიმე თაყაიშვილს გასატანი ნივთების აღწერასა და ყუთებში ჩალაგებაში. მათ ეს საქმე განახორციელეს მაშინ ეს ყველაფერი მოთავსებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზებში მუშაობდნენ მთელი იანვრის მეორე ნახევარი და თებერვლის პირველი ნახევარი. ამ დროს მოხდა მთელი ქონების ჩალაგება ყუთებში, გარდა ამისა შალვა ამირანაშვილის მიერ მოხდა სიების შედგენა თუ რომელი ნივთი იყო გასატანი. ბატონი შალვა ამირანაშვილის უფროსი შვილი გვიამბობს, რა პროცესები უძღოდა წინ საფრანგეთიდან საქართველოში ჩვენი საგანძურის დაბრუნებას და როგორ ჩაერთო ამ საქმეში ბატონი შალვა. 1932 წელს საბჭოთა კავშირი იცნო ევროპამ და სხვა ქვეყნებმა, როგორც ერთი სახელმწიფო. საფრანგეთში რო დარჩენილი იყვნენ, ამიტომ უარი უნდა ეთქვათ, რომ მთავრობის წევრები არიან. აი ესეთი მოთხოვნა წაუყენა საფრანგეთის მთავრობამ. ან უნდა გადასულიყვნენ არგენტინაში, ან უნდა მიეღოთ საფრანგეთის მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, რომ ისინი აღარ წარმოადგენდნენ ქართულ მთავრობას, დემოკრატიულ მთავრობას და ისე ემიგრანტებად განაგრძეს ცხოვრება. მათ არჩიეს საფრანგეთში დარჩენა და ემიგრანტებად ცხოვრება. ამან მოიტანა ის, რომ ჩვენი საგანძური ეს რომელიც დავანებული იყო მარსელის ბანკში, გამოცხადდა უპატრონო ქონებად და გადატანილი იქნა პარიზში მთავარ ბანკში და ბანკის საკუთრება გახდა ქართული მთელი განზეულობა. თუ ადრე ექვთიმე თაყაიშვილს მიუწვდებოდა ხელი ქართულ განზეულობაზე, 1932 წლის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი წერდა, ხელი არ მიმიწვდება ჩვენს საგანძურზე, რაშია საქმე და როგორ არის ეს საგანძური შენახულია თუ გაყიდულია თუ გასხვისებულია, მე არაფერი არ ვიცი და საქართველოს მთავრობას თხოვს დახმარებას, რომ საქართველოს მთავრობამ წამოიწყოს ამ განზეულობის დაბრუნების შესახებ აღძრას საკითხი. მაგრამ მიდიოდა 30-იანი წლები იყო პოლიტიკურად არამდგრადი წლები და
ამ წლებმა შეუშალა ხელი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ განძის დაბრუნების საკითხს. გაურკვეველი მდგომარეობა გრძელდებოდა 1954 წლის ჩათვლით. როგორც საბჭოთა კავშირის წევრ კორესპონდენტი შალვა ამირანაშვილი მოწვეული იქნა მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიის სესიაზე. სესიაზე შეიტყო გაზეთებიდან, რომ 1954 წლის დეკემბრის პირველ ათეულ დღეს პირველ ნახევარში ვიზიტად სტალინთან ჩამოდის დეგოლი. ამან იმოქმედა შალვა მის მხრივ, რომ შალვამ კრემლში სტალინის სახელზე დაწერა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სტალინი როდესაც მოელაპარაკება დეგოლს, თავის გთხოვთ მოელაპარაკოთ საქართველოსთან 21 წელს გატანილი განზეულობის დაბრუნების შესახებ. დეგოლს სტალინს მიწერა, რომ გთხოვთ დეგოლს მოელაპარაკოთ საქართველოსთან 1921 წელს გატანილი განზეულობის დაბრუნების შესახებ. გარდა ამისა, ნოემბრის თვეში, როგორც მახსოვს წერილებიდან 30 ნოემბერს ემიგრანტად ყოფილმა ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს საბჭოთა კავშირის საელჩოს მისწერა წერილი საგანძურის საქართველოში დაბრუნების შესახებ. ამ ორმა ინსტანციამ, ერთმა ექვთიმე თაყაიშვილის მხრიდან და მეორე შალვა ამირანაშვილის მხრიდან თავისი შედეგი გამოიღო მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ვიზიტად საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარე ჩამოვიდა სტალინთან შესახვედრად. სტალინსა და დეგოლს შორის ურთიერთობის დროს შალვას მოლოტოვისაგან გაგებული აქვს, რომ სტალინი მოელაპარაკა დეგოლს საქართველოსთან გატანილი განზეულობის დაბრუნების შესახებ. როდესაც 1944 წლის 10 დეკემბერს დეგოლი ჩავიდა პარიზში, დეგოლმა გასცა განკარგულება უსასყიდლოდ დაუბრუნდეს საბჭოთა კავშირის საელჩოს ქართული განზეულობა და 10 დეკემბრი 1944 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე ქართული განზეულობა საფრანგეთის დავანებული იყო ვერსალის სასახლეში. ვერსალის სასახლიდან გადაიტანეს საბჭოთა კავშირის საელჩოში. 16 დეკემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ კანდიდ ჩარკვიანმა გამოიძახა შალვა და თხოვა შემდეგი. მანამდე კანდიდ ჩარკვიანს დაურეკა სტალინმა იმის შესახებ, რომ ვინ შეიძლება გაიგზავნოს ქართული განძის ჩამოსატანად. კანდიდ ჩარკვიანს თავის წიგნში მემუარები და ნაზრევი, რომელიც გამოვიდა მისმა შვილმა გამოსცა 2004 წელს, აღწერილი აქვს ეს ამბავი, თუ როგორ დაურეკა სტალინმა მას და მან დაუსახელა ხელოვნებაცოდნე შალვა ამირანაშვილი, რომელსაც შეეძლო მხოლოდ წასვლა და ჩამოტანა ამ განზეულობის. ეს იყო მთავარი აზრი და ამ აზრს დაეთანხმა სტალინი. 16 დეკემბერს, როდესაც გამოიძახა კანდიდ ჩარკვიანმა, თქვენ უნდა წაბრდანდეთ საფრანგეთში ჩვენი განძის წამოსაყების შესახებ. განძი უკვე დავანებული არის საბჭოთა კავშირის საელჩოში და თქვენთან ერთად წამოვა
კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი განყოფილების გამგე პეტრე შარია. თქვენ და პეტრე შარია სასწრაფოდ უნდა გაფრინდეთ პარიზში. ახლა გავიგოთ, როგორი განსაცდელით, ხიფათით სავსე გზა გაიარეს პარიზამდე და შევიტყოთ, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მოწაფე და მასწავლებელი, ბატონები შალვა ამირანაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. მაშინ ევროპაში ომი მიმდინარეობდა და საფრანგეთში მოხვედრა ესე ადვილი არ იყო. მათ შემოვლითი გზით მოხვდნენ საფრანგეთში. ჯერ გაფრინდნენ მოსკოვში, შემდეგ მოსკოვიდან თეირანში, თეირანიდან კაიროში, სხვათა შორის კაიროში რო ჩავიდნენ, ჰქონდათ ერთი დღე დასასვენებლად შალვა ამირანაშვილი მივიდა კაიროს რომელიღაც არ ვიცი მე ბიბლიოთეკაში, სადაც ეძებდა მე-13 საუკუნის არაბი მწერლის იბნ ალ-ფარაბის ნაშრომს, სადაც მოთავსებული იყო არაბულ ენაზე დაწერილი შოთა რუსთაველის ლექსები. აი ეს მითხრა მამამ, მაგრამ ბიბლიოთეკაო დაკეტილი დამხვდაო რატომღაცო. ესე იგი მართლა ქონდა შოთა რუსთაველის დაწერილი არაბულ ენაზე ლექსები თუ არა, მოკლედ ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამ იმიდან რა ქვია, კაიროდან გაფრინდნენ რა ქვია ალჟირში და ალჟირიდან უკვე გადაფრინდნენ მარსელში. ხმელთაშუა ზღვაზე გადაფრენის დროს ატყდა ღელვა, რატომღაც კარგი ამინდი იყო და ძლივს დაჯდა თვითმფრინავი კუნძულ კორსიკაზე. შემდეგ ძლივს გადავჭიტო ჩვენო დაგვირიგესო ისინი საშუალო რა ქვია ის რო არის სამაშველო ისინი რაღაც დასაცმელი ორი დღის საჭმელი დანა რაღაცა და ზღვაში ჩავსვენილი ყავით, მაგრამ როგორღაც დავჭით კორსიკაზე, კორსიკიდან უკვე მეორე დღეს გავფრინდით მარსელში, მარსელიდან გავფრინდით პარიზში. მარსელიდან პარიზში გადაფრენის დროს კიდევ ხიფათი შეგვემთხვა გერმანელმა მეზენიტეებმა დააზიანეს ჩვენი თვითმფრინავის კუდი და თვითმფრინავი დაეშვა სოფელ დიჟონში. სოფელ დიჟონიდან დაუკავშირდნენ საბჭოთა კავშირის საელჩოს და საბჭოთა კავშირის საელჩომ გამოგზავნა მანქანები ჩვენს პარიზში წასაყვანად და ჩამოვიდა მანქანები და მოკლედ დიჟონიდან მანქანებით ჩავედით პარიზში. როდესაც ჩავედით პარიზში, ჩვენი ერთ-ერთი წადილი იყოს, რაც შეიძლება სწრაფად შევხედროდით ექვთიმე თაყაიშვილს. ჩვენ და ექვთიმე თაყაიშვილი შევხვდითო საბჭოთა კავშირის საელჩოშიო. ექვთიმემ რო დავინახა, ასე შემომანძახა, როგორ დაბერებულ ხარ ბიჭო. მოკლედ ისინი როგორც მამა და შვილი ჩაეხუდნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ ერთად განაგრძეს იმ ყუთების გახსნა, რომელიც დავანებული იყო საბჭოთა კავშირის საელჩოში და შალვას წაგებული ჰქონდა აქედან სიები, ის სიები, რომლებიც გაიტანეს საფრანგეთში, განზეულობა საფრანგეთში და იმ ყუთებში უკლებლივ ყველაფერი აღმოჩნდა, რაც წაგებული იყო საქართველოდან. იყო 39 ყუთი და ერთი ფუთა ესე. მოკლედ ჯორდანიას დემოკრატიულმა მთავრობამ განზეულობასთან ერთად სახელმწიფო ხაზინაც გაიტანა. ამ სახელმწიფო ხაზინის საფუძველზე მათ ლევილში შეიძინეს მამული
სახლი და სადაც ეს ლევი დღევანდელ დღამდე არის და იქ დასაფლავებულები არიან ყველა ის ქართველები, რომლებიც მაშინ გადავიდნენ საფრანგეთში და გაიმიჯნენ საბჭოთა კავშირის წყობილებას. ბატონ გულბაცთხოვე, საფრანგეთიდან ჩვენი საგანძურის დაბრუნების საქმეში სტალინის როლი შეეფასებინა. სტალინის როლი ის იყო, რომ მან სწორად განსაზღვრა ვისთვის უნდა ეთქვა და როგორ და მან ეს საქმე შეათანხმა დეგოლთან და დეგოლის ინტერნაციონალური ურთიერთობის საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის ის იყო, რომ მან უსასყიდლოდ გადასცა ქართული განძი, რომელიც უკვე უპატრონოდ ითვლებოდა და იყო საფრანგეთში, ისევ საქართველოს. ეს იყო მთავარი ქვაკუთხედი ეს არის, თორე სხვა დანარჩენები როგორ იყო, რანაირად იყო მოკებული შეიძლება ვინმე ისე თქვა, ასე თქვა, მაგრამ ძირითადი ასპექტი ამ საქმის იყო, რომ შეთანხმება მოხდა საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარესა და საბჭოთა კავშირის გენერალ სიმონ სტალინთან. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმსა და სუფრას ესწრებოდა ბატონი შალვა ამირანაშვილი. სუფრაც და აღლუმიც გაიმართა იყო მოსკოვში. ეს იყო 1945 წლის 24 ივნისს, კვირა დღეს მოსკოვში გაიმართა აღლუმი საბჭოთა კავშირის ჯარების გამარჯვების გერმანიის ფაშიზმზე. მეტად საინტერესო წარიმართა. მამა ამის შესახებ, როცა საქართველოს დელეგაციაში მოწვეული იყო აგრეთვე შალვა ამირანაშვილი. როდესაც ჩამოვიდა მოსკოვიდან, ვეკითხებოდით, რომ მოეყოლა, რა იყო, როგორ იყო და არაფერს არ გვიყვებოდა. მხოლოდ ერთხელ, როდესაც კარგად დანაყდა გემრიელი სადილით, მაშინ მოხსნა გუდას ნაბადე და დაიწყო მიწვეული ვიყავითო აღლუმზე და გერმანული დროშები, რომელიც კი მთელი 4 წლის განმავლობაში ჩაიგდეს ხელში საბჭოთა მებრძოლებმა, ყრიდნენ გამოიტანეს წითელ მოედანზე და ამ გერმანულ დროშებს ყრიდნენ კრებსთან სტალინის ფეხებთან. აი ესე თქვა მამამ. ხოლო საღამოთიო მიწვეული ვიყავით კოლონიის ზალ დომა საიუზოვ, ეს საბჭოთა კავშირის სვეტებიან დარბაზში, სადაც გაიმართა დიდი წვეულება. წვეულება მაგიდები ისე იყო დაწყობილი, რომ ყველა ხედავდა სტალინს და სტალინი ხედავდა ყველას. სუფრას ამშვენებდა, არ გაგიკვირდებათ რომ გითხრათ, რუსული არაყი და ქართული ღვინო. თამადად იყო სტალინი და თვითონ სადღეგრძელოებს ბოლომდე ცლიდა ფუჯერებს, ჭიქებს. აი ესეთი ის იყო. და სვავდა ღვინოს და არა არაყს, შავ ღვინოს. ესე მოყოლილი აქვს მამას ჩემთვის. ესე იგი არ მგონია რომ აქ რაიმე ისე შეცდომა იყოს. ყველაფერი ისე ვთქვი, როგორც მამის მიერ მოყოლილი მახსოვს და მახსოვს კარგად.
როგორც ხელოვნების მუზეუმის ღვაწლმოსილი თანამშრომლები აღნიშნავენ, ბატონი შალვა ამირანაშვილის დირექტორობის პერიოდი იყო ოქროს ხანა მუზეუმის ისტორიაში, არსებობის ისტორიაში. ახლა მოვისმინოთ ხელოვნების მუზეუმის ისტორია ძალიან მოკლედ. გავიგოთ, როდიდან მოღვაწეობდა ბატონი შალვა ამირანაშვილი ხელოვნების მუზეუმში. სასულიერო სემინარიის ყოფილი შენობა, როგორ გახდა მუზეუმის საკუთრება და ახალ შენობაში როგორ გაიხსნა ხელოვნების მუზეუმი. როგორც მოგვეხსენებათ, მხატვარ და ხელოვნებაცოდნე დიტო შევარდნაძის მიერ 1920 წელს დაარსებული იქნა სამხატვრო გალერეა, სადაც გროვდებოდა ეს ქართული ნივთები, ქართული საეკლესიო და სამხატვრო ნივთები. უპირველესად მათ ფიროსმანის ნახატები შეიძინა ბატონმა შევარდნაძემ. შემდეგ 1934 წელს მათ მიიღეს შენობა მეტეხის ციხეს რო უწოდებენ, ამ ციხის შენობა, ციხე გადავიდა ორთაჭალაში და მეტეხის ციხის საკნები გადაკეთდა მუზეუმად. ამისი დირექტორი იყო შევარდნაძე. ამ მხრიდან 1934 წლიდან უკვე შალვა ამირანაშვილი იყო ფერწერის განყოფილების გამგე. საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირა ჩვენი ეს უდიდესი პირველი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე. ეს იყო ძალიან პირველი ქართველი ხალხისათვის. 1936 წელს მუზეუმის დირექტორად დაინიშნა გრიგოლ ბუხნიკაშვილი, გოგული ბუხნიკაშვილი. გრიგოლი ბუხნიკაშვილი მუზეუმის დირექტორად იყო 1939 წლამდე. 1939 წლიდან მუზეუმის დირექტორად აირჩიეს, ან დანიშნეს, როგორ იყო მაშინ, შალვა ამირანაშვილი. ესე იგი 1939 წლიდან 1975 წლამდე სიკვდილამდე იყო ამ მუზეუმ მეტეხის დირექტორი. მაგრამ მუზეუმმა მეტეხმა იცვალა მერე სახე, როდესაც დაისაკუთრა შენობა, დაისაკუთრა, ესე ზუსტად ვამბობ, იმიტომ რომ შალვას დიდი ბრძოლები მოუხდა ამ შენობის მოსაპოვებლად. იმიტომ რომ ამ შენობაში ხსნიდნენ სასტუმროს და რესტორანს. ხოლო შალვამ ეს სასტუმრო და რესტორანი უკვე დაწყებული იყო რემონტი ამ მხრივ, გადააკეთა მუზეუმად. ეს მოხდა 1950 ან 51 წლებში, არ ვიცი ზუსტად როდის მოხდა. და ეს მოხდა საბჭოთა კავშირის მთავრობის დახმარებით. გადაფრინდა და მოსკოვის იმათ მესეურებს უთხრა, ვინც ამ კულტურის საქმეებს განაგებდა, რომ სტალინი სადაც სწავლობდა, იმ შენობაში ხსნიან რესტორანსა და სასტუმროს. იმათმა დაუკავშირდნენ ისინი ცენტრალურ კომიტეტს და შეაცვლევინეს გეგმა, რომ იქ სადაც სტალინი სწავლობდა, ის შენობა დაექვემდებარებს ხელოვნების მუზეუმ მეტეხს. და 1950 წლიდან დაექვემდებარა ხელოვნების მუზეუმ მეტეხს. შემდეგ გადაკეთდა ეს სასტუმრო მუზეუმის დარბაზებად და 1952 წელს მუზეუმი გაიხსნა. ამ გახსნაზე ვიყავი მეც. ჩემ ვაშტა პირველი საშუალო სკოლის მასწავლებელთან, ქალბატონ ბაბომ ჭედრიძესთან ერთად. ბაბომ ჭედრიძე არ მშორდებოდა და ერთად დავათვალიერეთ მთელი მუზეუმი თავისი ფონდებით. გახსნილი იყო როგორც ეს სეიფი, სადაც ოქრო ვერცხლის ნაწარმოები იყო გამოფენილი და აგრეთვე იყო აღმოსავლური ხელოვნება, დასავლეთ ევროპის ხელოვნება, ქართული ხელოვნება, არქეოლოგია
ცალკე დარბაზები ჰქონდა გუდიაშვილს და სხვა ქართულ მხატვრებს. ფიროსმანის იყო დიახ. როგორ ამზადებდნენ ხელოვნების მუზეუმს ამ საექსპოზიციო დარბაზებად. ყველა თავის საქმით იყო დაკავებული და მათ ჰქონდათ ერთი დარბაზი არის ყველაზე დიდი დარბაზი, სადაც ექსპოზიცია იცვლება რა. გამოფენები რო ეწყობა, იმ დიდ დარბაზში ეწყობა და დიდ დარბაზში ხალხი ყველა თავის საქმით იყო დაკავებული. ამ დროს ჟალვამ შემოვალო თვალი ყველაფერს, დაინახა იატაკზე ქეჩები, ესე ვთქვათ, საწმენდი ტილოები, შედგა ეს 150 კილოიანი შალვა ამირანაშვილი ამ ქეჩებზე და დაიწყო იატაკის პრიალი. მისმა თანამშრომლებმა გაამებეს თავის სამსახურს, თავის საქმეს და უყურებდნენ მხოლოდ შალვას, რომ ეს 150 კილოიანი კაცი როგორ აპრიალებს და სხვა შორის უკეთესად პრიალდებოდა, ესა წონა რო აწვებოდა. ეს დაუძახეს სხვა თანამშრომლებს, ყველამ გაანება თავი და ყველა უყურებდა შალვას, როგორ აპრიალებდა იატაკს. მუზეუმი იყო მეორე ოჯახი შალვა ამირანაშვილისათვის. ბატონი შალვა ამირანაშვილის ნაქონი ერთი ნივთის შესახებ გვიამბობს ბატონი გულბათი. ეს არის ჯოხი შალვა ამირანაშვილის. შენახული გვაქვს როგორც რელიკვია. იგი იყენებდა მხოლოდ ზამთარში, როდესაც თოვლის დროს არ გასრიახებული იყო და არ ყიზადა. ამ ჯოხზე გამოსახულია მისი საყვარელი ძაღლის გამოსახულება. ჩვენ გვყავდა ძაღლის სეტერი, ისეთი მოწითალო ფერის და შალვა მას ეძახდა ბიჭი კრიჭი. რო იტყოდა ბიჭი კრიჭი, ეს სეტერი აწევდა ტუჩებს, ზემოთარ ტუჩებს ზემოთ, ქვემოთარ ჩამოწევ ქვემოთ და ეს თეთრი ბროლის კბილები უჩანდა. პირდაპირ ისეთი კარგი სანახავი იყო და ესე დადიოდა მანამ სანამ არ ეყოფა, სანამ არ ეტყოდა შალვა, ხო, კარგი მორჩი და მაშინ უკვე დამუწავდა ტუჩებს. ექსპედიციის დროს დაგორებული ფერდობზე იდგა და დაგორებული ქვა მოხდა ფეხზე და ფეხი ტკიოდა მას. სულ გაშავებული ჰქონდა მუხლიდან კოჭამდე. კურნალობდნენ ერთი ამბავი და მაგრამ ვერ უშველა და აი ამ ფეხს და შესაძლებელია ამ ფეხის გამოც ატარებდა ჯოხს, მაგრამ მე არ მინახია რომ მამა ჯოხს ატარებდა ზაფხულში ან შემოდგომაზე, ატარებდა მხოლოდ ზამთარში თოვლიანობის დროს. ბატონ გულბათს ვკითხე, რაც წიგნში არ შეგიტანიათ იმ ამბებს ფურცელზე თუ ინიშნავთ მეთქი, ერთად მოვისმინოთ რა მიპასუხა და იქვე გაიხსენა პოლონეთში მომხდარი ერთი ამბავიც. იმ ამბებს მინიშნავდა დაახლოებით ერთი ბევრია. მაგალითად პოლონეთში რო ვიყავით, დიდი სამბით მოგვართვეს დილით მანქანა, კრაკოვში ვიყავით, მანქანა მოგვართვეს და დავბრძანდით და მივდივართ სად ოსვინციმში, რომ ნახოთ გერმანული აი ეს როგორ იყო და როგორ ატარებდნენ ერთი ამბავი და თავი მოიკლა შალვამ. არ წავიყვანა. მე მამა ვეხვეწები ნახოთ ის რა იყო ერთი ამბავი გაგონილი გვაქვს კინოებში ნახული გვაქვს ეს ყველაფერი ფაშიზმის მოპყრობა ადამიანებისადმი როგორ კლავდნენ, როგორ ხოცავდნენ, როგორ წავდნენ და არ წავიყვანა თქვენ ჩემ შვილებსო ოსვინციმსო ლაგერსო არ ვაჩვინებო. პოლონელები გახდნენ ძალიან ცუდად. როგორო ჩვენო დაგყავსო სკოლის მოწაფეებიო, სტუდენტებიო, ყველანი დაგყავს და ყველა ვნახულობთო რა საშინელება იყო ფაშიზმიო და მამა თქვენსო არ უნდაო რომ თქვენ ნახოთ ესაო და აი რატომ მოიქცა ესე არ ვიცი. აი რამ განაპირობა ესეთი ამბავი. ვერ გავიგე. ეს იყო 1973 წელი. ჩვენ დიდები ვიყავით.
73 წელს პოლონურ ენაზე გამოიცა ბატონი შალვა ამირანაშვილის მთავარი ნაშრომი ქართული ხელოვნების ისტორია და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრძანდებოდნენ ამირანაშვილები პოლონეთში. ბატონ გულბადს ვთხოვე მაყურებლისა და მსმენელისთვის მოითხოვ ბატონ შალვა ამირანაშვილის მონაგარზე საკუთარ თავზე და ასევე დაძმასა და მათ ოჯახებზე. მე ეხლა ცხოვრობ ნუცუბიძის პლატოზე. მოგლეთ ჰაერს არ ვიკლებ, იმიტომ რომ აქ მთის ჰაერია. კარგად გძნობ თავს ჯერჯერობით. ყავს ორი შვილი. ბიჭი და გოგო. ბიჭს ქვია მამის სახელი შალვა, არის ფიზიკოსი, მოღვაწეობს გერმანიაში, კითხულობს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ლექციებს და გოგო არის თვითონ განათლებით ბიოლოგი, მაგრამ ეხლა მიყვება დიზაინს და შრომობს მხატვრობაშიც. ჩემი ძმა არის არქეოლოგი, მუშაობდა არქეოლოგიის ცენტრში, ყავს შესანიშნავი მეუღლე, ძალიან განსწავლული და კეთილშობილი ქალი. ჩვენი სასიკადულო აკადემიკოსის გიორგი მელიქიშვილის ძმისშვილი და თვითონაც მეცნიერებათა აკადემიაში მოიპოვა კარგი სახელი და კარგად უძღვება თავის დაკისრებულ მოვალეობას. ჩემი და ისიც უბედო არ გამოდგა. ჩემ დას ქმრად ყავს ყველასათვის კარგად ცნობილი გივი გუმბარიძე. ბატონი გივი იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ, როდესაც მან ესტაფეტის სახით საქართველოს ხელისუფლება გადასცა ბატონ ზვიად გამსახურდიას. ისინი ერთმანეთთან ვერ ვიტყვი რომ მეგობრობდნენ, მაგრამ კარგად იყვნენ ერთმანეთთან ურთიერთობაში და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამდე ერთ ინსტიტუტში, ლიტერატურის ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ. მე მგონი ერთ ოთახში იჯდნენ მაგიდებზე. თვითონ ეხლა ცოლთან ერთად, ჩემ დასთან ნათელა ამირანაშვილთან ერთად იმყოფება მოსკოვში. ყავთ ერთი შვილი. მე ძალიან მწყინს, რომ ჩემთან ერთად არ არიან ჩემი დადა ძმა, რომ ერთად გაგვეკეთებინათ ეს სიუჟეტი. მაშინ უფრო კარგი იქნებოდა სამი შვილი და ერთი მამა. ესეთი სიუჟეტით წავიდოდა ჩვენი შეხვედრა. ყველაფერი წინ არის. არ ვიცი. ნახოთ. ბატონ გულბად ამირანაშვილთან ეს ინტერვიუ მე ჩავწერე 1 წლის წინ, 2024 წლის 26 თებერვალს და მანამდე ძალიან დიდხანს ვეხვეწე, რომ ინტერვიუ ჩამეწერა. არ უნდოდა ამის გაკეთება, ვიცოდი რომ წიგნის წარდგენა არ მოხდებოდა და ესეთი ძვირფასი წიგნი გამოიცა და ვეხვეწებოდი დიდხანს, როცა წიგნს გავეცანი გულდასმით, რომ ჩამეწერა ინტერვიუ და ეს შევძელი. მე არ მაძლევდა ამ ინტერვიუს გაშვების უფლებას დიდხანს და როგორც იქნა, აი სექტემბერში ეს უფლებაც მოვიპოვე და ეხლა შემოგთავაზეთ. იმაზე თუ როგორ დაულოცა გზა ივანე ჯავახიშვილმა შალვა ამირანაშვილს 1923 წელს რუსეთიდან როგორ დააბრუნა ჩვენი საგანძური, რამდენი ენა იცოდა, რა თხოვნა შეუსრულა მან ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს, რა თქვა იოსებ სტალინმა შალვა ამირანაშვილის მთავარი ნაშრომის ქართული ხელოვნების ისტორიის წაკითხვის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკისთვის საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან რომელი ნივთის გადაცემაზე განუცხადა უარი შალვა ამირანაშვილმა ზემდგომებს, რას ამბობდა დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის დაკრძალვის ადგილზე,
რით ეხმარებოდა მხატვარ ლადო გუდიაშვილს. სად ინახავდა საგანძურის გასაღებს ბატონი იროდიონ სონღულაშვილი. რატომ თქვა უარი ბატონმა შალვა ამირანაშვილმა მოსკოვში სამუშაოდ გადასვლაზე. რამდენი წიგნი და სტატია გამოცა და რა დარჩა გამოსაცემად გამზადებული. რატომ არ მიიყვანა უფროსი შვილი აკადემიკოს ექვთიმე ტაყაიშვილის სახლში. აი ამ და სხვა საინტერესო ამბებს ბატონი გულბად ამირანაშვილი გვიამბობს მომდევნო გადაცემაში. იგი ასევე მოგვითხრობს პირველ ქართველ მოქანდაკე ქალზე, ქალბატონ ნინო წერეთელზე, რომელიც გახლდათ მისი მშობელი დედა. გადაცემა მემკვიდრეობა დღეს დასასრულს მიუახლოვდა. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.